Დილამშვიდობის ჩემო დღეს გვაქვს 2025 წლის ბოლოს სასწავლო დღე, როგორც სკოლაში, ასევე ბაღში. ერთად ჩავლაგდეთ ახლა, თან ცირედი საჩუქრებიც მაქვს სკოლის და ბაღის მასწავლებლისთვის, რომელსაც ასევე გადავცემთ დღეს. ჩავლაგდეთ და ამიერიდან 2 კვირა გვექნება სრული ანშლაგი, ესე ვთქვათ და 2 კვირის განმავლობაში დიდი მხიარულება გველოდება წინ. გამიზიარეთ კომენტარებში ევროპაში როდის ითხოვენ ბავშვებს და ასევე საქართველოში როდის გეწყებათ საშობაო არ დადეგეთ. გატარეთ ეს დღე ჩვენთან ერთად. დავა დავწყეთ. ესეც ბარბის ჩაი. ბოლოს წექრები დავამატოთ საჩუქრასთან, მანამდე გაჩვენებთ რომ ბევრი აქ როგორი საჩუქრები იციან. ესეთი მისალოცი ბარათი, სადაც დავაწერე რომ ჩვენგან იყო მილოცვა. და Merry Christmas. ეს არის მასწავლებელი ქალბატონი. ეს ბაღის მასწავლებლის, მაგრამ პრინციპში ერთნაირები დასანარჩენ ორშიც ესეთი კლინიკის შეფუთვა. სასაჩუქრე ეს ფერეროს შეფუთვა ასევე კრილის და ესეც მერსის კრილეული. იგივე არის ამ ორ ჩანთაშიც, იმიტომ რომ ქალბატონები არიან დემეტრეს და ბარბარის მასწავლებლები და ეს არის მიხელის მასწავლებლის, რომელიც არის მამაკაცი. ესეთი სასაჩუქრე კარტა, ყავის ერთ-ერთი ცნობილი, ყავის კაფე თუ როგორ თქვა რა, შოპის ეს არის ტიმ ჰორტონი, ასევე კარტა რა თქმა უნდა, მისალოცი და ეს ფერეროს შეკვრათ კრილები. ეს ეხლა დავუმატებ ამ ფასადებს და სულ ეს არის. წელიწადით მხოლოდ ამ დროს უკეთებთ ესეთ მინიმალურ საჩუქარს. ისიც თავიდან ბოლომდე არის არჩევაზე. ყველა მშობელი ინდივიდუალურად წყვეტს და როგორც უნდა, რამდენიც უნდა, რამდენიც საშუალებას აქვს. ზოგადად თulis თუ არა საერთოდ საჭიროდ, იმის მიხედვით აკეთებენ საჩუქარს კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ ამ დროს წელიწადის ქრისმასზე, იმიტომ რომ ყველაზე ისეთი შესასწავლია აქ კანადაში ყოველ შემთხვევაში ოჯახური და დიდი. ესეც ისე. სულ ეს არის წავედით ბავშვები გავაზრდეთ. ნაცვის ხე რომელიც ჯერჯერობით ჩვენივრად გამოიყურება, უბრალოდ ნახევრამდე აქვს სათამაშოები. რასაც თაია ვერ მიწუდება, ასე ვთქვათ. წავედით. და ჩუჩა, წავედით, გაიღვიძე. აი. და გაქრით.